ჩადი ხარ რაღაცა ცუდ საქციელს იტყუები ხურდობ ძალადობ არ გიყვარს ადამიანი ღმერთი დაგჯის ეს ერთი ფორმულაა მეორეა რომ აქეთ ეკონომიკის წიგნში შეიძლება რა წაიკითხო რომ შენ საზოგადოებაში თუ კორუფცია გაქვს თუ საკუთრების უფლება არა გაქვს დაცული რეგულაციებია ისეთი რომელებიც ადამიანებს ერთმანეთთან თანამშრომლობას ურთულებს და ასე შემდეგ ამ საზოგადოებას ზუსტად იგივე ემუქრება როგორც ამ ეგრეთ წოდებული ცოდვილ საზოგადოებას ანუ ეს ერთი და იგივეა თავარია რომ შენი მიზანი იყოს რომ სიმართლე დაინახო ანუ სიმართლე ასედაც შეიძლება დაინახო 2000 წლის წინ გასაგებია რომ რაღაცა ეკონომიკა როგორც რაღაცა მეცნიერება საზოგადოების დეტალური დაკვირვების საგანი ჯერჯერობით ვერ იქნებოდა ამიტომ ეს მოდელი ბევრად უფრო გასაგები იყო მით უმეტეს რაღაცა ისტორიების მეშვეობით ამ მოდელის ადამიანებისთვის მოყოლა ბევრად უფრო მარტივი იყო და დღეს უკვე იგივე დასკვნებამდე შენ შეგიძლია მიხვიდე სხვადასხვა სოციალური მეცნიერებების თუ სკოლების თქვათ როგორიც არის ავსტრიული ეკონომიკური სკოლა თუ ასე შემდეგ მიდგომის გაცნობით შენ თვითონაც გესმის რომ თუ შენი საზოგადოება კორუფციაშია ჩაფლული შენ თუ ერთპიროვნული მართლობა გაქვს შენი საზოგადოება ბევრად უფრო დისფუნქციური იქნება ვიდრე მეორე საზოგადოება რომლის წევრებიც ერთმანეთს ენდობიან არ ატყუებენ არ ძარცვავენ არასაჭირო ტყივილს არ აყენებენ